გამარჯობა, მე იაგო ხვიჩია ვარ, პოლიტიკოსი და ყოფილი ადვოკატი. ამჯერად ამ სკამზე ვზივარ, იმიტომ რომ ჯერა აქედან ნათქვამს თითოეულ სიტყვას მთავრობა გაიგებს. მთავრობა გისმენთ. ჩემი ეს გამოსვლა არ ეხება პოლიტიკას. უფრო წინა პროფესიას ეხება ადვოკატურას. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი უნდა წუხდებოდეს, როდესაც ის გაიგებს უდანაშაულო პატიმრის ისტორიას. ხოლო ჩემთვის ერთი ასეთი პატიმრის ისტორია მისი დაკავების დღიდან არის ცნობილი. ეს პატიმარი არის ჩემი ყოფილი კოლეგა, ბატონი პაატა მანჯგალაძე, რომელიც ციხეში ზის იმის გამო, რომ რევოლუცია და მთავრობის დამხობა უნდოდა. ეს არის მისი ბრალდება. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ჩვენ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები, ყველა ვინც ბატონ პაატას ვიცნობთ, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ის უფრო დანაშაულის მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე. ის უფრო სხვას აღყვა რაღაც უაზრო რიტორიკაში, ვიდრე კონკრეტული დანაშაულის ჩადენა მოიფიქრა ან სცადა. როგორც გითხარით, ყველას ვინც ჩვენ პაატას ვიცნობთ, ამაში დარწმუნებულები ვართ. სახელმწიფოც კი გამოხატა ინიციატივა, რომ სასამართლოში მოწმედ გამოსულიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ის დანაშაულის ჩადენის დღეს პაატას ელაპარაკა და ზუსტად იცოდა, რომ ის ამ ყველაფერში არ მონაწილეობდა. სწორედ აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო საქართველოს მთავრობას, იმ ადამიანებს, ვისაც ხელეწიფება მისი გარეთ გამოშვება. მე ვფიქრობ, რომ არავის არ შეიძლება რამე ინტერესი ქონდეს იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში იტანჯებოდეს. მიუხედავად იმ პოლიტიკური გარემოებებისა, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და მიუხედავად იმ შეწყალების უცნაური ფორმებისა, როგორიც ჩვენთან არის გავრცელებული, მაგალითად, შემიწყალეში არალეგიტიმურო ან შემიწყალეშენი დედავატირე. მე ამ შემთხვევაში სრულიად სხვა ტონალობით მინდა ვთხოვო მთავრობას, მინდა ვთხოვო ბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინას. მე ამჯერა რომ თქვენ გიხარიათ ის, რომ ადამიანი ციხეში იტანჯება, იმ შემთხვევაში, როდესაც ხვდებით, რომ ის უდანაშაულოა. მე არ ვიცი რა ინფორმაციაა თქვენამდე მოსული, ან მოასწარეთ თუ არა მისი კარგად გაცნობა, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ადამიანთან ერთად დავждდე და თქვენთან ერთად გავარჩიო ეს საქმე. დაგარწმუნოთ იმაში, რომ პაატა მანჯგალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც რევოლუციას აწყობს. შეიძლება ის რაღაც შემთხვევითობის მსხვერპლია, ცუდმა მეგობრებმა რაღაცაში აიყოლიეს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ მას არ გადაუდგამს ის ნაბიჯი, რომლის შემდეგაც სისხლის სამართლის დანაშაული იწყება. ამიტომ მოგმართავთ გთხოვნით, გაათავისუფლეთ უდანაშაულო პატიმარი პაატა მანჯგალაძე.